Დემპინგური ფასები თუ ტურისტების სიმცირის და ჭარბი მიწოდების ფონზე ფასების კლება სასტუმრო ბიზნესის სექტორში ფასების მკვეთრ კლებაზე საუბრობენ. მათი ნაწილის თქმით, სექტორში ვითარება არასახარბიელოა, დაბალ ფასებზე მომუშავე სასტუმროების საოპერაციო ხარჯზეც ვერ ფარავენ. შედეგად გაიზარდა გასაყიდი სასტუმროების რაოდენობა და ტურისტული კომპანიებიც არა ხარისხს, არამედ დაბალ ფასს ეძებენ. რეალურად რა ხდება სტუმარმასმიზლობის ბიზნესში და როგორ აისახება ფასების კლების ტენდენცია ტურისტული სექტორის განვითარებაზე. ელენე გოგბერაშვილი მოგვასმენებს სასტუმრო ბიზნესის ხმას. ელენე, გისმენთ. ანუკა, სასტუმრო სერვისები დემპინგური ფასით, როგორც სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ ამ პრობლემამ, რომელიც განსაკუთრებით დაბალ სეზონზე აქტიურდება ხოლმე, ბოლო პერიოდში გაცილებით დიდი მასშტაბი შეიძინა. ერთი რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია კონკურენცია და მიწოდება, მეორე მხრივ კი შეიცვალა ტურისტების სეგმენტი. თუ აქამდე ქვეყანა მაღალმხარჯველ ევროპელ ტურისტებზე იყო ორიენტირებული, ახლა წამყვანი ბაზარი აზიური სეგმენტია, რომლებიც იაპ სერვისებს ეძებენ. დაბალი დატვირთულობიდან გამომდინარე კი სასტუმროები იძულებულნი არიან ტუროპერატორების შეთავაზებას დათანხმდნენ. მასშტაბიდან გამომდინარე ფასების კლების რესურსი გაცილებით დიდი აქვთ მსხვილ, მათ შორის ბრენდულ სასტუმროებს, რაც ბიზნესის თქმით რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტებს. დაბალ სეზონზე განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ ფაქტიურად 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს ფაქტიურად გვეკარგება ნიშა, იქიდან გამომდინარე, რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები 4 არა, ზოგჯერ 3 ვარსკვლავიანი ფასებშიც კი შედიან. იცით რა, არ ვიცი მე ხე ეს კანონის დონეზე რამდენად უნდა რეგულირდებოდეს, თქვათ და რაღაც რეგულაციების დონეზე რამდენად უნდა რეგულირდებოდეს, მაგრამ ფაქტია რომ ამ წუთას ბაზარი არის აბსოლუტურად გლუვი კანონებით არსებობს. მინიმალური ზღვარზე ჩამოვიდა უკვე სასტუმროების მოგება. ანუ ხედავთ რამდენი სასტუმრო კოტრდება. ხედავთ რამდენი ბიზნესები კოტრდება, ხო? ანუ ეს არ არის მხოლოდ რაიმე ერთი კონკრეტული რაღაცის ბრალი. ეს არის ზოგადად აი კომპლექსის ბრალი, რომელშიც უნდა ვაღიაროთ ტუროპერატორებმა და უნდა ვაღიაროთ სასტუმროებმაც, რომ ჩვენი ბრალიც არის ეს. და უნდა რაღაცები გამოვასწოროთ, იმიტომ რომ თუ ტურისტები გადახდის უნარიანები იყვნენ 2018 და 2019 წლებში, 2025-ში გადახდის უნარი რატომ გაუნახებდათ? იმიტომ ხომ არა რომ ჩვენ ერთმანეთის რაღაცა დადემპინგების ხარჯზე დავწიეთ რაც შეგვეძლო ფასები და სამაგიეროდ მივიღეთ გაკოტრებული სასტუმროები, აღებული ვალები, ბანკში ჩადებული არ ვიცი რამდენი პასივიდებს უკვე და ასე შემდეგ. ჩვენს რესპონდენტ სასტუმროების მმართველ კომპანიებს მეაჩნიათ, რომ მეტი რენტაბელურობისთვის საქართველოს სასტუმრო სექტორს არ სჭირდება იპოზიციონიროს როგორც დაბალი ფასის სერვისების მქონე ქვეყანამ და სექტორმა და ამ სიტუაციაში სასტუმრო ბიზნესი უნდა შეთანხმდეს და რომ არსებობდეს ფასების გონივრული ზღვარი, რომლის ქვემოთაც მაგალითად 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო სერვისი აღარ გაყიდს. სამწუხაროდ იგრძნობა დემპინგის რისკები, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე უცხოელი პარტნიორები იმდენად მიჩვეულები არიან, რომ საქართველოს შეიძლება იყოს მათთვის რაღაც დაბალხარჯულნარიანი მიმართულება, რომ ავტომატურად თხოვენ ჩვენ ტურისტულ კომპანიებს დაბალ ფასებს, ეს ტურისტული კომპანიები შემდეგ უკვე 5 ვარსკვლავიან სასტუმროებსაც კი შეიძლება მოსთხოვონ გონივრულზე უფრო დაბალი ჯგუფური ფასი, ვიდრე შეიძლება რომ ეს კონდეს რაღაც ქვედაზღვარი ამა თუ იმ ობიექტს და ასე მიდის უკვე ჯაჭვური პრინციპით საბოლოო ფასი იმ მოქალაქემდე, რომელიც სარგებლობს უცხოეთში კონკრეტული იმ ტურისტული კომპანიის სერვისით. რაღაცნაირად უნდა არსებობდეს 5 ვარსკვლავიანებშიც, 4 ვარსკვლავიანებშიც და მათ შორის 3 ვარსკვლავიან სეგმენტშიც როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური და გამოცხადებული ფასების გონივრული მინიმუმი, ის ქვედა ზღვარი, რა სეზონზეც რის ქვემოთ ლოგიკურად თუ ჩამოხვალ იქნება დამაზიანებელი ზოგადად ყველაფრისთვის. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დღეს საქართველოს ტურიზმის სექტორი ძირითადად აზიის ბაზარზე, არაბულ და გალფის ქვეყნებზეა დამოკიდებული. მათი ნაწილი ამბობს, რომ მაღალმხარჯველი სტუმრების შემოსვლა ქვეყანაში ფიზიკურად შეწყდა სეგმენტის ცვლილებიდან გამომდინარე კი ბიუჯეტური გადაწყვეტილებები ძირითადად მომსახურების ხარისხის ვარდნის ხარჯზე მიიღწევა, რაც ბიზნესის შეფასებით საქართველოს იმიჯზეც აისახება. ვთქვათ ამ თემაზე ჩვენს მიერ მომზადებულ რეპორტაჟს მაყურებელი უკვე საღამოს შემაჯამებელ სამუხმის კურსში ნახავს. მადლობა ელენე, ეს ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ შეფასებები გაგვაცნო.